თან სტუდიაში უკვე არიან ჩვენი სტუმრები, რომელთან ერთადაც რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. ნუცა ჩაჩიბაია გახლავთ ფსიქოლოგი და კვებითი ფსიქოლოგი და ბატონი გუგა სიხარიძე, რომელიც გახლავთ ფსიქიატრი და სწორედ ამ ორ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად გავაგრძელებთ კვებით აშლილობაზე საუბარს. მადლობა, რომ ხართ შენიდილი სტუმრები და ვისაუბრებთ თქვენთან ერთად კვებით აშლილობაზე. მოდით თავდაპირველად განმარტოთ ჩვენთვისაც და ჩვენი ტელემაყურებლისთვისაც, რას გულისხმობს კვებითი აშლილობა. კვებითი აშლილობა ეს არის კვებითი ქცევის დარღვევა, რაც გულისხმობს, რომ პიროვნების უმეტესი აზრები და ქცევები ასოცირებული არის კვებასთან, რაც იწვევს უკვე არაჯანსაღ დამოკიდებულებას კვებასთან მიმართებაში, რაც მოიაზრებს ან შეზღუდულად საკვების მიღებას, ან გადამეტებულად უკონტროლოდ საკვების მოხმარებას. აგრეთვე პიროვნებებს აღენიშნებათ ნეგატიური დამოკიდებულება, უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი სხეულისადმი, შესაბამისად, ეს ზეგავლენას ახდენს მათ საკუთარი სხეულის აღქმაზე. შესაძლებელია პიროვნებას საერთოდ არ აღენიშნებოდეს ჭარბიწონა, თუმცა ის იყურება სარკეში და ვერ აღექვავს, რომ აქ არის უკვე საგრძნობლად წონის დეფიციტი. ეს არა ყველა კვებითი აშლილობის შემთხვევაში, თუმცა ერთ-ერთი კვებითი აშლილობის შემთხვევაში ასეა. მადლობა, ნუცა ბატონ გუგა, რა სიმპტომები ახასიათებს ზოგადად კვებით აშლილობას და შემდგომ უკვე ქვეტიპებით ჩამოვთვალოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, თქვათ ასევე ტიპი არსებობს კვებითი აშლილობის. კვებითი აშლილობა მრავალფეროვანია, ალბათ ყველაზე გავრცელებული რაც არის განსაკუთრებით ეს არის ეგრეთ წოდებული გარდატეხის ასაკში ყველაზე ხშირად გავრცელებული ეს არის ნერვული ანორექსია, თუმცა არსებობს სხვა კვებითი დარღვევები, როგორც არის ბულიმია, შერეული ფორმები, არასტანდარტული კვებითი აშლილობები, ჭარბად საკვების მიღება, ქართული თარგმანით და ისე ღორმუცელობა, ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანი განსაკუთრებული ძლიერი მოთხოვნილება აქვს მიიღოს დიდი რაოდენობით საკვები, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნერვული ანორექსია, რომელიც ძირითადი არსი, რაც არის, ეს არის არა საკვების ჭარბად ან ნაკლები რაოდენობით მიღება, არამედ ეს არის საკუთარი სხეულის არასწორი აღქმა. ანუ წონის მიუხედავად ადამიანს გონია, რომ აქვს ჭარბი წონა, შესაბამისად ეს ეგრეთ წოდებული აკვიატებული აზრი განაპირობებს უკვე შემდგომის როგორც კვებით ქცევებს, ასევე წონის კორექციის მიზნით შეიძლება მიმართოს ადამიანმა სხვადასხვა ქცევას, რომელიც მერე უკვე არღვევს, ასე ვთქვათ, მის უკვე ბიოლოგიურ სტაბილურობას, როგორც არის ღებინება, საფაღარეთ საშუალებების მიღება, ან ძალიან გადამეტებული ვარჯიში და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი არის, როდესაც ეს აზრი არის საკვიატებული, არასწორი, არაშესაბამისი წონის და მიუხედავად, როგორც აღნიშნავთ აღნიშნა. შეიძლება ადამიანი ჩამოვიდეს ძალიან დაბალ წონაზე და მაინც აღიქვამდეს, რომ მას აქვს ჭარბი წონა და კიდევ უნდადეს რომ დაიკლოს წონაში. ეს არის აკვიატებული აზრი, ხო ვთქვათ? ეს არის აკვიატებული აზრი, ანუ აკვიატებული აზრი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, როდესაც რაციონალურად ფიქრობს, აცნობიერებს იმას, რომ ეს არის არასწორი აზრი, თუმცა აზრი მაინც მოდის და მას აქვს იმხელა ძალა, რომ ჩვენს ქმედებას და ჩვენს გადაწყვეტილებებს აკონტროლებს, ანუ გმართავს. ასე ვთქვათ ეს აზრი. ანუ პირობითად იცის ადამიანმა რომ დაბალი წონა აქვს, ამ დაბალი წონის გამო ზოგჯერ აქვს ძალიან სერიოზული გართულებები, ენდოკრინოლოგიური კუთხით, კუჭ-ნაწლავის სისტემის კუთხით და ასე შემდეგ შეიძლება სიცოცხლესთანაც კი შეუთავსებელი დარღვევები ქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის აზრი რომ კიდევ დაიკლოს წონაში და შეზღუდოს კალორიების მიღება სხვადასხვა გზებით, მაინც დომინირებს, ამას თავს ვერ ართმევს და კიდევ მიდის აი ამ გზით. მადლობა. როგორც მივხვდი, ზოგადად კვებით აშლილობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, თუმცა ცალსახად ერთმნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, მიდგომებით ინდივიდუალური იქნება, თუმცა ყველა ამ შემთხვევას აქვს ჭარბი წონის შიში, ხო? შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ყველა კვებით აშლილობას აქვს ჭარბი წონის შიში. რას გულისხმობს? ასე ვიტყოდი, რომ უმეტეს კვებით აშლილობას აქვს ჭარბი წონის შიში, სწორედ ეს იწვევს შემდგომ უკვე დისფუნქციას ქცევაში, თუნდაც იგივე ნერვული ანორექსიის შემთხვევაში მათ აქვს პათოლოგიური შიში, მატების შიში, მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად წონის დეფიციტი დგას, თუმცა ამ შიშების და როგორც ბატონმა გუგამ აღნიშნა აკვიატებული აზრების მიმართ, პრობლემა არ არის საკვებში და არ არის წონაში. პრობლემა მომდინარეობს შინაგანი მდგომარეობიდან, იწყება ეს არის შინაგანი მდგომარეობის გამოძახილი და განმაპირობებელი ფაქტორები უკვე ბავშვობიდანაც კი იწყება და ძალიან დიდი წილი მოდის, რა თქმა უნდა, გენეტიკაზე, ბიოლოგიურ ფაქტორებზე, თუმცა აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდის
სტილს და ამ აკვიადებული ქცევების მიღმა უმეტესწილად იმალება დაუყებელი სურვილი რომ აკონტროლონ რაიმე თავად და რა იგულისხმება ამაში აღზრდის სტილში როდესაც მშობელი უწესებს მკაცრ წესებს არ ითვალისწინებს ბავშვის სურვილს მის უნარებს და ეს ასე უნდა გაკეთდეს ბავშვებს აქვს მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება ისინი მიყვებიან ამ წესებს მიუხედავად იმისა რომ შესაძლებელია უბრალოდ უნარიც კი არ ქონდეთ აქ დათრგუნულია მათი ნება სწორედ ეს არის კომპენსატორული სტრატეგია რომ მე შემიძლია ვმართო ჩემი წონა და ვიწყებ ამაზე უკვე ამით საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას მიუხედავად იმისა რომ ნერვული ანორექსიის შემთხვევაში არის დაბალი წონა ყოველ ჯერზე როდესაც ისინი იწონებიან და საკმაოდ ხშირად იწონებიან შეიძლება დღეში რამოდენიმეჯერაც კი როდესაც არის თუნდაც 100 გრამით უფრო ნაკლები აქ უკვე ძლიერდება მათი თვითშეფასება რომ მათ რაღაცას მიაღწიეს თქვენ ჩვენ ახლა მოზარდებში ვიხადეთ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი თემა მე მგონი კვებითი აშლილობის პროცესში ბატონ გუგა როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება მოზარდების შემთხვევაში და ასევე დასაწყისში როცა სტატისტიკურ მონაცემებზე ვსაუბრობ ძირითადად კვებითი აშლილობა ხასიათდება 13-17 წლის გოგოებში და რატომ გოგოებში ესეც ძალიან მაინტერესებს ну ალბათ რადგანაც ჩვენ საუბრობდით დისმორფოფობიაზე ანუ საკუთარი სხეულის ფორმების შიშზე ალბათ ამის ასაკი ის არის როდესაც გოგონები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თუმცა შეიძლება ითქვას რომ პროცენტული გავრცელება უფრო მეტია ამ დედრობით სქესში მაგრამ მამრობით სქესში შემთხვევაში ნერვული ანორექსია თუ ჩამოყალიბდა გაცილებით უფრო მძიმედ მიდის და მისი მკურნალობა გაცილებით უფრო რთულია და უფრო ცუდი შედეგებითაც ვსწავლდება ხოლმე რაც შეეხება ამოცნობას ეს არის ანუ გადამეტებული ჭარბი არაადეკვატური ყურადღების მიქცევა წონასთან მიმართებაში მიუხედავად იმისა წონა ნამდვილად დარღვეულია ნუ ნამდვილად არის ჭარბი წონა თუ არ არის წონა ეს გადამეტებული უკვე ზრუნვა გადამეტებული საშუალებების მიმართვა ეს უკვე არის პირველი საგანგაშო იმის რომ უნდა ვიზრუნოთ და მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა აქ რაც არის ის რომ არ ხდება ხოლმე მიმართვიანობა სწორად ანუ ხშირად ეს აღიქმნება რომ ეს არის თქვათ მაგალითად გასტროენტეროლოგიური პრობლემა რო არის სუფთა ენდოკრინოლოგიური პრობლემა ან სხვა რამე მეტაბოლური პრობლემა რეალურად ეს ყველაფერი მოდის ამის საწყისი არის ფსიქიკა და ადამიანმა შესაბამისად უნდა მიმართოს შესაბამის სპეციალისტს აქვს საუბარია ფსიქოლოგზე ფსიქიატრზე რომ ჩარევა ანუ საწყის უმკურნალო და არა უკვე მერე გამოვლებას რა თქმა უნდა ნერვული ანორექსიის დროს ძალიან ხშირია უკვე მეორადი გართულებები და ეს ეხება უკვე ფიზიკურ ანუ სომატურ ფაქტორებს და ამ შემთხვევაში როგორც წესი ხდება ხოლმე ჩართვა უკვე მულტიპროფილურად გასტროენტეროლოგები ენდოკრინოლოგები და ასე შემდეგ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო რომ აი როდესაც არის თუნდაც ოდნავ ჭარბი წონა არ უნდა მშობლების და გარშემოყოფების როლი ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ისინი მიუთითებენ ხოლმე რომ წონის კორექცია მოახდინოს და იამზედმეტი მითითება შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი ან დაცინვა მაგალითად ჭარბი წონის გამო რამაც შეიძლება ბიძგიმისის დაავადების განვითარებას. აი როგორ არ უნდა მოვიქცეთ მშობლები ესეც დროს ესეც ძალიან საინტერესო იმიტომ რომ მგონია რომ ეს არის სიტუაცია ხო აი რა შეცდომები არის რაც აუცილებლად არ უნდა დაუშვათ იმიტომ რომ ერთი რომ უნდა ამოვიცნოთ თქვა და ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს უნდა მიმართოთ თუმცა მგონია რომ შეცდომებს მაინც უშვებს სანამ კონკრეტულ სპეციალისტთან მივალთ აი რა არ უნდა გავაკეთოთ. ანუ საერთოდ ძალიან კარგი სიტყვა ზომიერება და ზომიერება ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი იგივე შვილის აღზრდის დროს და განსაკუთრებით ისე სენზიტიურ პერიოდში როდესაც ეს არის გარდატეხის ასაკი არ მოზარდობის ასაკი ბუნებრივია კონტროლი მითითებები შენიშვნები კრიტიკა უნდა იყოს ძალიან მოზომილი და ადეკვატური რომ ამან არ გამოიწვიოს აი ამ მნიშვნელოვან პერიოდში რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები არაჯანსაღ ცვლილებებს ვამბობ ადამიანის ფსიქიკაში. ზოგადად როგორ რა პროცესებს ახდენს და თქვა რა ცვლილებებს ახდენს კვებითი აშლილობა ჩვენს ორგანიზმში აი რაზე მოქმედებს კონკრეტულად თუ შეგვიძლია რომ ვთქვათ მოქმედებს მთლიანად ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხო შეიძლება გააჩნია რომელი კვებითი აშლილობა დაწყებული გვჭირდება მულტიდისციპლინური გუნდის ჩართვა როგორც ბატონმა გუგამ აღნიშნა დაწყებული სტომატოლოგით რადგან როდესაც მიმართავენ კომპენსატორულ სტრატეგიებს როგორიცაა თუნდაც პირღებინება ეს უკვე მოქმედებს არა თუ მხოლოდ კუჭნაწლავის
აბსტრაქტზე აგრეთვე პირის ხრუზე საკმაოდ აზიანებს პირის ხრუს გვჭირდება აუცილებლად ენდოკრინოლოგი რადგან აქ უკვე წყდება მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებით და თუნდაც დასულობის ასაკში უკვე ჰორმონალური დისბალანსი შემოდის რაც ძალიან ბევრ გართულებებს იწვევს შესაბამისად გვჭირდება როგორც აუცილებლად ფსიქიატრის ჩართულობა ენდოკრინოლოგის გასტროენტეროლოგის რა თქმა უნდა პირველი ლეტალობის მაჩვენებელი არის ის რომ გულსის დახტა პრობლემები იჩენს თავს და როდესაც ხდება არა მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილის განლევა არამედ კუნთის განლევაც და კუნთში გული არის კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება შესაბამისად აუცილებელი აქტრულად კარდიოლოგის ჩართულობაც და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად კვებით აშლილობაზე, შეგვიძლია თუ არა ცალსახავთ თქვა თუ რაიმე ფაქტორები არსებობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კვებითი აშლილობა. არის თუ არა გენეტიკური ფაქტორი, მაპროვოცირებელი ვთქვათ, ან სხვა ვთქვათ სტრესული გარემოებები ასევე. გენეტიკური ფაქტორი საერთოდ მედიცინაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ დაავადებას ეწოდება გენეტიკური. აქ საუბარია იმაზე, რომ გენით შეიძლება გადმოგვეცოს განწყობა გარკვეული დაავადების მიმართ, რომელიც გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება არასდროს არ მანიფესტდეს, ანუ არ გამოვლინდეს, ანუ ეს დაავადება არ დაგვებართოს. ზუსტად აი რასაც წეგავს საუბრობდით, ანუ რატომ არის რომ ეს მე-20 საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით ანუ გამოვლინების სიხშირე მოიმატა, იმიტომ რომ იგივე თქვათ ვიზუალური სტანდარტები სხვა დამკვირვებელთა რამაც ნერვული ანორექსიის ძირითადად ანუ ბუმი გამოიწვია, ანუ მკვეთრად გაიზარდა მისი გამოვლინება. აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ აი მართვის დროს, როდესაც არის მკურნალობა, ეს ალბათ რჩევა უფრო ექიმებს შეეხება, სომატური პროფილის. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მითითება, რომ ადამიანმა რაღაცა მკაცრი დიეტა დაიცვას სამედიცინო კუთხით, ანუ მიმართავ ხოლმე სპეცდიეტებს, რაც არის გაუმართლებელი, იმიტომ რომ პირიქით ამ შემთხვევაში ადამიანს ისედაც აქვს გახლეჩილობა, ამბივალენტობა, ერთის მხრივ მაინც ის რომ ცუდია, ეს ნაშკლება და მისთვის ზიანი მაქვს, მეორე მხარეს არის ეს აკვიატება. აი ამ გახლეჩილობის გამო ის ისედაც ძალიან ითრხუნება, იტანჯება, კიდევ უფრო ქვეითდება თვით შეფასება, იმიტომ რომ თავს ვერ ართმევს ამ აკვიატებულას და აქ მკაცრი შეზღუდვების დაწესება ზოგჯერ აი ამ მექანიზმს კიდევ უფრო პროვოცირებას უკეთებს, კიდევ უფრო დეპრესიაში აგდებს ადამიანს და წეგანუც ამაც აღნიშა, ძალიან მნიშვნელოვანი არის მულტიპროფილური მიდგომა. ანუ პირველ რიგში ეს არის ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, ეს პირველივე ეტაპზე აუცილებლად ჩართო უნდა მოხდეს, რომ მათ მართოს სწორად და მე იმ დისციპლინარულ გუნდში მოიწვიონ სპეციალისტები, რომლებიც დამატებით არის საჭირო. თქვენ მართვის პროცესი ახსენეთ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ კომპლექსური მიდგომა. რა არის მთავარი მართვის პროცესში, როგორც პაციენტისთვის, ასევე თქვენთვისაც, რა მნიშვნელოვანი თქვათ ასპექტები არსებობს ამ პროცესში? პირველ რიგში ვიტყოდი კოოპერაცია ყველასი, ვინც არის ჩართული ამ მულტიდისციპლინურ გუნდში. პირველეს ყოვლისა სანამ მართვა დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყოს მომართვიანობა, რომ დროულად ამოვიცნოთ ეს. აი რა არის პირველი თქვათ სიმპტომი, რითიც უნდა მივხვდეთ, რომ თქვათ შესაძლო კვებით აშლილობასთან მქონდეს? პირველი სიმპტომატიკა, რომელიც გნებავ ნერვული ანორექსიის შემთხვევაში, გნებავ ნერვული ბულიმიის შემთხვევაში, როდესაც მოზარდი ცვლის თავის ქცევას და რაში გამოიხატება ეს. შეიძლება გადამეტებულად დაიწყოს თუნდაც გურმანი გახდეს უწევ დაიწყოს საკვების მომზადება, მაგრამ თავად არ მიირთვევს, გიმზადებს თქვენ, გატაცებულია ამითი, უყურებს მუდმივად მსგავს გადაცემებს, მისი მთელი ფიქრები ქცევაც მოცულია ამითი, ხშირად არის დაყოვნება უკვე სააბაზანოში, რადგან შესაძლებელია მიმართავდეს კომპენსატორულ სტრატეგიებს, ვარჯიში გაზარდოს, მისი ინტერესები შეიზღუდოს, აღარ კონდეს სურვილი, თქვა დადიოდეს სხვადასხვა წრეებზე, ან არ კონდეს საერთოდ სოციალიზაციის სურვილი, არ გადიოდეს თავის მეგობრების სანახავად. საგრძნობლად ხდება ადამიანის იზოლირება და მუდმივად მათი სხვადასხვა ქცევები ასოცირებულია და დაკავშირებული არის კვებასთან. თავდაპირველად ისინი საუბრობენ ამის შესახებ ოჯახის წევრებთან, შემდგომ კი უკვე ხდება ამ თემის მიღმაც უკვე შეზღუდვა და როდესაც მშობელი უმახვილებს ყურადღებას თუნდაც რომ ან მიირთვას, ან არ მიირთვას, სხვადასხვა კვებითი აშლილობის შემთხვევაში იწვევს გაღიზიანებადობას და ზოგადად უფრო მომატებული არის გაღიზიანებადობა, რაც უფრო სიღრმისეულად მიმდინარეობს კვებითი აშლილობა, მით უფრო მეტად არის პიროვნება გაღიზიანებული
და როგორც თქვი, მისი ინტერესების შეზღუდული. და აი მართვის პროცესი რომ განვარტოთ ჩვენი ტელემაყურებისთვის, როდესაც უკვე პრობლემა დგება და მოდის თქვენთან პაციენტი, ამ შემთხვევაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რა არის ამ პროცესში? მოდით ამაზე ვისაუბროთ ბატონ გოგა. ხო, მართვა ცოტა ისეთი კომპლექსური სიტყვა და ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს. მართვა აქ არის აი რა წეგან თქვი მე ზომიერების დაცვა, იმიტომ რომ ნერვული ძირთა უფრო უმეტად ალბათ ნერვულ ანორექსიაზე ვსაუბრობთ. ახლა ეს არ არის პრობლემა, რომელსაც ან მედიკამენტოზი ან ფსიქოლოგიური ჩარევით ძალიან მალე მოგვარდება, ან შედეგს უდავალოდოთ ერთ ან ორ თვეში, როგორც მაგალითად შფოთითი აშლილობის დროს, ან დეპრესიის დროს, ან ნებისმიერ სხვა პრობლემის დროს. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და მას ჭირდება ძალიან დელიკატური მართვა, იმიტომ რომ სწრაფად მიზნის დასახვა იმის, რომ კვებითი აშლილობა გამოსწორდეს და ყველაფერი ჩვენი ფიქრები დაალაგდეს, როგორც წესი ეს არ ხდება ესე. და აი შუალედს უნდა დავიჭიროთ იმას, რომ ადამიანს ნერვულ ანორექსიასთან ერთად არ წარმოექმნას ისეთი დამატებით კომორბიდული პრობლემები, როგორც არის სერიოზული შფოთითი აშლილობა, დეპრესია და ამავე ამავე დროს მეორე მხარეს სომატური, ანუ ფიზიკური მდგომარეობა მკვეთრად არ დეკომპენსირდეს, ისე რომ გამოიწვიოს სერიოზული ფიზიკური დარღვევები. აი ეს რაღაც შუალედური და დროთა განმავლობაში ქცევითი თერაპიით, კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპიით ნელ-ნელა ხდება, ანუ ფსიქიკის გარკვეულწილად გავარჯიშება და რაღაც ადეკვატურ რელსებზე დადგომა. თუმცა სტატისტიკურად ეს არის ის დაავადება, რომელსაც საკმაოდ მაღალი აქვს მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის ინდექსი, ძალიან მაღალი აქვს, ალბათ ყველაზე მაღალი, რაც საერთოდ ფსიქიკურ დაავადებებში შეიძლება შეხვდეს, ამიტომ სიკვდილიანობის პროცენტი სამწუხაროდ საკმაოდ მაღალია. რამდენად ხშირია განმეორება, ვთქვათ, კვებითი აშლილობის, აი მას შემდეგ, რაც კურსი დასრულდება, ვთქვათ, სამკურნალოს შესაძლებელია, რომ რამე კონკრეტულმა სტრეს ფაქტორებმა შემდეგ კიდევ განავითაროს მსგავსი. ერთხელ თუ მიიღწია ბალანსი, რომელსაც ძალიან ბევრი მუშაობა ჭირდება, მე ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, კვებით აშლილობაზე, ალბათ პირველი და მნიშვნელოვანი არის, რომ ღიად ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, იმიტომ რომ მგონია, რომ კვებით აშლილობაზე ზოგადად საკმაოდ სტიგმატიზირებული თემაა და საზოგადოება არ საუბრობს ამ თემაზე. ცდილობენ, რომ თვითონ მოაგვარონ ეს პრობლემა და გარშემოყოფების როლი, რაც თქვენ ახსენეთ ბატონ გუგა, მგონია, რომ ამ პროცესში არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. თქვენი რა თქმა უნდა კომპეტენტური პროფესიონალების ჩართულობასთან ერთად, იმიტომ რომ როდესაც იმ გარემოში, სადაც შენ ხარ და გაქვს თქვათ აღნიშნული პრობლემა, გარშემოყოფების რაღაცა ერთი ფრაზაც კი შეიძლება იყოს გარდამტეხი და უფრო ვთქვათ რთული, მერე უკვე ამ პრობლემასთან გამკლავების თვალსაზრისით. როგორ ფიქრობთ თქვენ? აბსოლუტურად გეთანხმები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც არიან ასეთი ადამიანების გარშემო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მათზე, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაეროს და თან თუმცა როცა ასეთი ადამიანები არსებობენ, შეგიძლია აი ეს მიყვანის ამბავიც მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება მოვიყვანოთ, იმიტომ რომ თვითონ რაღაცა ვერ წყვეტენ მაგ მომენტში, ხო? უმეტესწილად თვითონ ვერც აღიქვამენ, რომ ეს არის პრობლემა. სწორედ ამ დარღვეული საკუთარი სხეულის სურათხატის გამო და უარყოფა აქვთ ზოგადად, რომ აქ ჭირდებათ მათ მკურნალობა. შესაბამისად, როდესაც არიან მოზარდები, უკვე მშობლის ინიციატივით ისინი უფრო მარტივად მოდიან, თუმცა დასრული ასაკის პერიოდში ჩემი პაციენტების უმრავლესობა არათხან აქვთ სურვილი, ისინი მოდიან, იწყებენ თერაპიას, შემდგომ წყვეტენ. დასრული პიროვნებების შემთხვევაში ცოტა უფრო რთულად არის ჩემთან ყოველ შემთხვევაში საქმე. ანუ რაღაცა ხერხი უნდა არსებობდეს, როგორც ყოველჯერ ვმუშაობთ мотиваციის შექმნაზე, იმის გააზრებაზე თუ რაოდენ საზიანოა, რა მოაქვს ამ დაავადებას მისთვის უფრო მეტი დადებითი თუ უფრო მეტი უარყოფითი. ძალიან ხშირად პასუხი ის არის, რომ თუნდაც მათი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი იძენენ ყურადღებას, რაც შემდგომ ხდება უკვე შემანარჩუნებელი ფაქტორი, რა ყურადღება თუნდაც მშობლისგან, ყურადღება პარტნიორისგან, აი ეს ზედმეტი ზრუნვა მათთვის ესეთი დამოკიდებული ხდებიან ამაზე, რადგან არ უნდათ თითქოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ეს ერთ-ერთი მაგალითი არის მათთვის ისეთი გარდა მათი ასროვნებისა, ისეთი ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს თუნდაც იმას, რომ ისინი არ მოდიან დროულად ჩვენამდე. და მე ვფიქრობ, არა მარტო აქცენტი გავაკეთეთ, რომ მშობლებს აუხსნათ როგორი მოქმედან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კოლეგებმა, ანუ სხვა პროფილის ექიმებმა მათი ასე ვთქვათ მათ უფრო მეტი ინფორმაცია ქონდეთ, იმიტომ რომ
როგორც წესი კიდევ ერთხელ სომატური პროფილის ექიმთან მიდის ასეთი პაციენტი პირველ რიგში და ზუსტად ეს პირველი მათთან კონსულტაციის დროს ის ფრაზების სწორად მიწოდება არის ხოლმე საკრალურად მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მარტი მაგალითს მოვიყარ, მაგალითად ნერვული ანორექსიის დროს არის წონის დეფიციტი, ხო? და ჩვენ გვესმის რომ ეს სამედიცინო კუთხით ეს დეფიციტი არის ჯანმრთელობისთვის პრობლემა. მაგრამ თუ მაშინვე ექიმი უწყებს პაციენტს საუბარს იმაზე რომ თავარია რომ შენ წონა მოიმატო ეს არის შენ ჯანმრთელობისთვის აზიანო და ესაუბრება ამაზე რომ აუცილებელია წონის მატება და თქვათ ეს სამედიცინო ჩარჩოებში ჩაჯდომა აი ეს იწვევს ხოლმე ძალიან მკვეთრი ნეგატიურ რეაქციას პაციენტების მიერ რომლებიც საერთოდ უარს ამბობენ მე ყველა ტიპის მკურნალობაზე იმიტომ რომ მან ისედაც იცის რომ ეს დაბალი წონა მის ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის უბრალოდ მას არ შეუძლია ეს მართოს და როდესაც ამაზე ხდება იძულება რომ შენ ეს უნდა გააკეთო ხო ეს უკვე იწვევს მე მკვეთრად ნეგატიურ განწყობას იმედგაცრუებას თვითშეფასების დაქვეითებას იმიტომ რომ თუ ყველა მეუბნება რომ მე მაქვს ნაკლები წონა და ამას ვერ მართავ ესე იგი მე რაღაცა არ შემიძლია ხო და ამის გამო პროტესტი ჩდება ხოლმე და უკვე ძალიან რთულია ხოლმე რომ გადამისამართების შემთხვევაშიც კი ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა სწორად დაიწყოს მკურნალობა და მე ჩვენ გვიწევს ხოლმე ამის დაბალანსება და ახსნა. ამიტომ ეს რჩევა ჩემს პატივცემულ კოლეგებს მე მგონი წესავდა და მაგრამ ეს რუბრიკაც სწორედ ამას ემსახურება რომ რეალურად სწორი დიაგნოზი თავიდანვე დაიშოს და სწორად იყოს შერჩეული ის მკურნალობის წესები და ძალიან დიდი მადლობა ნანუკა შენ იმისთვის რომ ყოველთვის ვცდილობ ცნობიერება ამაღლო სხვადასხვა დაავადების თუ პრობლემის მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს რომლებმაც დაგვეხმარნენ რა თქმა უნდა ამაში და ჩვენმა ტელემოყურებელმა გაიგო კვებითი აშლილობის შესახებ მნიშვნელოვანი რჩევები მიიღო თქვენგან. მადლობა რომ იყავით ჩემი ტელევიზიაში. დიდი მადლობა ნანუკა, მადლობა შენ გელოდებით რა თქმა უნდა.